ბულგარეთის მეფე სამუელი, რომელსაც სპეციალურად აქვს თვალები გაკეთებული ასეთი ფორმით, რომ გამოხატოს მისი შეძრწუნებული, თავზარდაცემული, გულგახეთქილი მდგომარეობა. პირდაპირ მნიშვნელობით გულგახეთქილი. ძეგლის ავტორმა იმიტომ გააკეთა ესე მისი თვალები, რომ ისტორიისთვის შემოენახა უფრო მკაფიოდ მისი გარდაცვალების ისტორია, რომელიც შემდეგნაირია. კალეიდონის ბრძოლის დროს მე-11 საუკუნეში ბულგარეთის ჯარი, ბულგარეთის სამეფო ჯარი ებრძოდა ბიზანტიის იმპერიას და დამარცხდა. ბიზანტიის იმპერატორმა ბულგარეთის ჯარის ყველა მეომარი დააბრმავა ორივე თვალით, მხოლოდ ყოველი მე-100 მეომარი დატოვა ცალი თვალით. იმისთვის, რომ ისინი წინ წაძღმოდნენ დანარჩენ მეომრებს და დაებრუნებინათ სახლში. როდესაც დაბრუნდნენ, იქ სადაც დაბანაკებული იყო მეფე და მეფემ დაინახა, რომ მთელი ჯარი ფაქტობრივად დაბრმავებული იყო, გულის შეტევა დაემართა და 2 დღეში გარდაიცვალა. თავიდან, როდესაც გააკეთეს ეს ძეგლი, თვალები იყო სპეციალური ნივთიერებით გაკეთებული, რომელიც ღამე ანათებდა. ეხლა ეგრე აღარ არის, მაგრამ მაინც ძალიან შთამბეჭდავია ეს ქანდაკება. მკერდზე ახატია ლომი, ქამარზეც ასევე, რაც ბულგარეთის და სოფიას სიმბოლოა.